სამჯობრო თქვენ ყოფებით ჩემს YouTube არხზე არიელაზე და დღეს ჩვენ გვაქვს ჩელენჯი, რომელიც მოფიქრებულია ჩვენ სამის მიერ, ანუ ხო თითქმის ჩვენ სამის მიერ. ჩემ მოფიქრებულია, მაგრამ დიდად ყველაფერი გაკეთებული არის ამათი. ესე იგი ესენი არიან ელენე და ლიზი სამუდამო ვიდეოს გადაღება მე მგონი, მაგრამ რა თქმა უნდა მე და ელენემ ვუთხართ უნდა გადაიღოს და ლიზიმ გითხრა კაია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართო. ხო და ამიტომ ლიზიც იღებს ამ ვიდეოში. ხო და დღეს ჩვენ გვაქვს ჩელენჯი, ესე იგი ლიზი და ელენე არიან ორ სართულიან საწოლზე, რომლიდანაც ვერ გადმოვლენ სანამდე ბუშტებიდან, ანუ უნდა გახეთქონ ბუშტები და ერთ ბუშტში უნდა იდოს, ასე ვთქვათ, პატარა სიურპრიზი და ნაწერა, სადაც წერია რომ შენ მოიგე და შენ გახვედი ამ თამაშიდან. ყველაფერი ეს ბუშტები და რაღაცები, მასალები და რაღაცები გაკეთებულია ჩემს მიერ, ამიტომ ლიზ და ელენემ არ იციან შიგნით რა დევს და ბუშტებში შეიძლება იყოს ბუშტები ცარიელი, შეიძლება idოს რამე შიგნით, შეიძლება არაფერი არ დოს, ნუ ეგ ვთქვით. მოკლედ შეიძლება ყველაფერი იყოს რა. ბუშტების გახეთქვა მათ შეუძლიათ, როდესაც მოკლედ გვაქვს მე ჩელენჯები და ამ ჩელენჯებში ერთი იგებს და მხოლოდ იმ ერთ შეუძლია გახეთქოს ერთი ბუშტი. იქნება სადღაც 10 ან 11 ჩელენჯი და ამ ჩელენჯების მიხედვით ამოვიღებთ მოკლედ ამ ბუშტებს, აირჩევენ ესენი, რომელი ფერიც უნდათ და იმ ბუშტს მე გავხეთქავ, რაც დევს შიგნით, გადაეცემა იმას, რომელიც გახეთქავს, ნუ რომელიც აირჩევს და რომელიც მოიგებს ჩელენჯები და ჩვენი დღევანდელი პრიზი არის, არ ვიცი ამას რა ქვია, ქართულად აბასკუში, კაი და ესეთი მილიონის სურპრიზი, მოკლედ ხო, ოღონდ ეს მოიგებს მხოლოდ ერთი. ორივეს იგებს მხოლოდ ერთი მოგებული. და ელენეს რა თქმა უნდა ძალიან უნდა, ლიზის არ ვიცი უნდა თუ არა. არ უნდა, მაგრამ მაინც ლიზი ხო თამაშობს, აქ იქნება ლიზი მოიგებს, რა ვიცი, შეიძლება ელენე და ეს არ მკითხოთ, კაი რატო ამ დაკუჭული. ანუ ახალია რა. ამ ამების დამბოქსინგება იქნება ვიდეოს ბოლოში, ვინც მოიგებს რა. მე არ ვიცი, ვიზევდებ, მე ვფიქრობ მე არ ვიცი ვიზე ვფიქრობ, მოკლედ რომელიმე მოიგებს ავ. ხახნო, დაწერთ კომენტარებში, ვის უყვარს ჯაიდელი და ბლეკპინკი. მოკლედ, სანამდე ჩვენ ბავშვებს ძინავთ, არ ვიცი რატო ძინავთ, თქოს ძალიან დახლებიანია სკოლაში დადიან და დამატებითები და გამოცდები აქვს და რაღაცები ისე ძინავთ, თითქოს ღამე არ ძინავთ. ხო და მოკლედ სანამდე ჩვენ ბავშვებს ძინავს, ნუ ელენეს არ ძინავს, მაგრამ ლიზის ძინავს. ხო და სანამდე ამას ძინავთ, მინდა გითხრათ რომ დაგვაფოლოთ, იმიტომ რომ და დაალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ თქვენ არიცით რამდენი წვალება ჩავდეთ ყველამ აქედან ვინც იმყოფება აქ ამ ვიდეოში. და მარტო ჩვენ არა და ჩვენმა დედამაც რა. ანუ წარმოიდგინეთ რამდენი რამე გავაკეთეთ რომ ეს ვიდეო გადაგვეღო, ამიტომ დაგვაფოლოთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო. თუ გინდათ კიდე ესეთი ვიდეოს ფორმატი. მე ვარ ელენე და ვფიქრობ რომ ამ ჩელენჯში მოვიგებ კიდევაც. და კიდე რა უნდა ვთქვა? ხო, მოვიგებ. მოგესალმებით ყველას. მე ვარ ლიზი და ჩემთან ერთად იმყოფება ციციკომ და დღეს მე და ციციკომ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ მას რა გითხრათ, ეგ სურპრიზები მე არ მჭირდება, ამიტომ მოგებ ელენეს ვწერ, მაგრამ მე და ციციკომ უნდა გავიმარჯვოთ 100%, რადგან ყველაზე მაგრები ვართ მე და ციციკო. ახლა კარგად. მოკლედ პირველი ჩელენჯი წარმოგიდგენთ ხუთ წუთში უნდა მოიფიქროთ სასაცილო ფრაზა, რომ გამაცინოთ მე. თუ გამიცინება ერთი ქულა მოგდის, ვინც გამაცინებს. ეხლა თუ ორივე გამაცინა, ორივეს გავახეთქინებ მაგ ბუშტებს რა. მე ვაფშე მარტივად მეცინება. შემიძლია პროსტა ვიჯიდე წერტის ვუყურო და ვიცინო უბრალოდ. ხო და მოკლედ ვინც გამაცინებს, ერთი ფრაზა მაქვს. ვინც გამაცინებს, ანუ ერთი ფრაზა გინდათ ორი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. რაც უფრო მეტი, მით უფრო კარგი. ელენე წინადადება ფრაზა. რაც უფრო მეტი, მით უფრო უკეთესი. და ხო ახლა 5 წუთი გაქვთ რომ მოიფიქროთ და ვინც მოიფიქრებს, გახეთქავს ერთ ბუშტს. მოკლედ მე ვზივარ ამ ბუშტებში და ჩვენ გაცინებას იტყევს ლიზი. წავიდა. შვილი ეკითხება მამას, რა არის შავი იუმორია? მამა მოწადი ხელი დაუქნია იმ ბრმა კაცო. ამ ბავშვს არ ქონდა ხელები. ეს არის არ გამეცინა. ეგ არ გამეცინა. ანუ კაი, ღიმილით ვითრება კაით, მაგრამ გაცნება არ იყო. გაცნება არ იყო. კაი, ეს ითვლება, კაი ითვლებოდეს, იმდენი ბუშტი, მაგ ხა დამიჯერეთ აქედან ვერავინ ვერ გამოისმოს რომ მე შედევს. ფურცელი ხო, ой, ამერია. ეხა მაცინებს ელენე წავიდა.
ანა ბურბუშელა რატო ხარ? არ იყოს ასოცილო. ელენის აქ ძალიან დებილობა იდეები ხოლმე, რომ რაღაცა აი მართლა ეხა უყურეთ რას აკეთებს ელენე ხოლმე, რაღაც დებილობა წინადადებს იძახის რა და მე მაღაზიები ვიღადაობთ ხოლმე ძალიან მაგრად, რატო არ ვიცი, მართლა არ ვიცი და ძალიან ვღადაობთ ხოლმე მედალიზე და ეხა მაგის იმედზე იყო, მაგრამ არ გამეცნა და ნუ ლიზის იმაზე გამეცნა, ამიტომ ლიზი ირჩევს ეხა ერთ ბუშტს რომ გახეთქოს. მოკლედ ეხა ირჩევს ლიზი თავისი ბუშტის ფერს, რომელსაც გავხეთქავთ და ვნახავთ რა არის შიგნით. მე რაც იყო გავიმარჯვეთ ეს ჩელენჯი და არ ვიცი რატომ მე რატომღაც მინდა ეს ვარდისფერი ბუშტი რადგან პატარა და მე ეს მგონია რომ მან ჩადედა ფურცას თან პატარა თან ვარდისფერა. ოკეი, მოდით გავხეთქოთ ეხა ვარდისფერი ბუშტი და ვნახოთ რა არის. კაი. მოკლედ ლიზი მიგვანიშნა და უნდა ეს ბუშტი რო გავხეთქოთ. კი რაღაც აშკარად დევს და ეხა მოდით ხეთქავთ და ვნახოთ რა დევს შიგნით, მაგრამ ერთი რა, ანუ არ ჩანს ისეთი ბუშტები არ ვნახეთ არ ჩანს. ხმა ისმის, მაგრამ ეხა ხმის სიმით ვერ გავიგებს და ამას ეხა გავხეთვა, მაგრამ გახეთქვის პროცესი სავარაუდოდ ამოუჭრა ხმას გაუთიშა, იმიტომ რომ არ მინდა რომ ყურები გაგისკდეთ, ვინც აი ესე იგი ეს გვაქვს რაღაცა კამფეტი, რაღაც ჟელიბონი, სავარაუდოდ, რაღაცა ჟელიბონი და ეს ჟელიბონი გადაეცემა ლიზის. აი მე და ციციკო სამგულდა გული. თიჟელი ბანა მოწე ხარ გახსნათ. რადგან ზამშია. ამ ჭამია დილთან არაფერი. მაგრამ ერთსაც შეჭამე მეორე რა, მეორე წელს ერთსაც შეჭამე. იმედი კიდე ძევს საჭველი. იმედი საჭველი საერთოდ. ლიზის მარტო საჭვლის იმედია, მე მგონი აქ მუსის ზამშია, ზამშია. ამ მირუმშია. ხახო იცი და შეიძლება მე და ნემ ჭამეთ და მაგან არა. აი ვაგიდო. აი ხსნა ეს. საერთოდ რომდე? დევს შიგნით ისეთი კუჭება. აუ მანახ. ინდიკასენ. ამ ციციკოს დამღარია. იგი გაგხსნა ქაბატონა არის ქაბატონა. არიელა წერტილიჯი. კი არ და ხახნო გულია ხატია და დევს. ყურზენიტეს. ნახე. უროს ყოლია ნახე. მოკლედ ეხა გასინჯავს ლიზი და სიამოვნებაში შეფეთებულობა იქნება, ხო? აი კაი. გასინჯა. კაი ხონია კაი დავგან. არის რა. სიამოვნებაში დებილობა. სიამოვნებაში დებილობა. მოკლედ, სამდე დაგვეწება მეორე ჩელენჯი. ეხა ყოველს თქვენგანს აქვს უფლება რომ ჩამოთვალოთ 3 რამ და ამ 3 რაღაცას მე მოგიტანთ. თუ გინდათ იყოს ტელეფონი, პლანშეტი, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს მოგიტანთ და ეს ყველაფერი გექნებათ 3 რაღაც შეგიძლიათ. ეს ყველაფერი გექნებათ მაგამდე სამდე ვინმე არ გახეთქავს იმ ბუშტს, სადაც დევს ის ფურცელი შენ მოიგებ. მოკლედ, ეხა ჩამოთვლენ ამათ რა უნდა. მოდი დავიწყოთ ლიზისგან. ლიზი რა გინდა? მე ტელეფონი, პეჩენი რადგან ზამშია და წყალი. დავწყურია. ოკეი, ელენ შენ? ტელეფონი მინდა, მე მინდა პური. და მინდა წყალი. ოკეი, ანუ იმდენი რამ გვაქვს სახში, მაგრამ ამან გადაწყვეტა პური. ოკეი, წავიდეთ ხა მოუტანთ. ეხა სანო ანუ წავიდა. მე დავიცნებ. ანა მე მომიტანეს ასთეთიკურად პური და წყალი. ой, წყალი. ტელეფონი. წყალი იქდეს. ჭიქით. ჭიქთო, ყალი ხარ, იმიტომ რომ ბოთლები ვერ ვიპოვე. ანუ დამაგარდა. დააგე წყალი. მოკლედ მე ანა მომიტანა რა თქმა უნდა ტელეფონი. ეჩენია, იეი. და წყალი მინდოს იქ მაგდაზე. მოკლედ, აი ამ ყველა ბუშტისგან მე მინდა რომ გავხეთქო ეს, იმიტომ რომ ხედავ რაც დევს და ძალიან მინდა ეს. ამიტომ მე ჩემთვის გავხეთქავ ამას, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ნახეთ რამდენი ბუშტია, აქ ყველაფერში რაღაცა დევს, თუ ზოგში არ დევს, რა თქმა უნდა. და პლუს კიდე ნუ სურპრიზებიც ხო გვაქვს რა, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ერთი ჩემთვის და აი ესეთი ჟელიბონი გვაქვს და ამას შევჭამ მე არ მაინტერესებს. მაგრამ სამდე ჩვენ ამას შევჭამთ. ჩვენ გადავალთ შემდეგ ჩელენჯზე. ესე იგი შემდეგი ჩელენჯი მეგობრებო, შემდეგი ჩელენჯი ჩვენ გვაქვს გამოიცანით მუსიკა უკუღმა. ანუ მუსიკა იქნება ჩართული უკუღმად, ანუ როგორ რა ვთქვა, უკუღმა უკრავს მუსიკა და ამათო უნდა გამოიცნო რა მუსიკა არის ეს. ჩავრთავ ისეთ მუსიკას, რომელსაც ძალიან მარტივად მიხვდებიან, იმიტომ რომ ეხლა მე მგონი ეგ მუსიკა ყველა მიცის, ალბათ. ხო და მოკლედ ჩავრთავ მაგ მუსიკას და ხო, ვინც გამოიცნობს იმას იქნება ერთი ქულა.
მოკლედ ორივეს გადაეცემ ფურცლები და კალმები. ეხლა ჩავურთავ მუსიკას. ერთმანეთს ვერ უყურებენ. რავი აიღეთ ხა. ერთმანეთს ვერ უყურებენ, ამიტომ ცალ-ცალკე ექნებათ რა, მოკლედ და ვინ გამოიცნობს რა? მე და ციციკო გავიმარჯვეთ. მე რა უნდა ეხლა მუსიკას ჩაგეთავთ და უნდა გამოიცნოთ. გაის. ხალხო, მუსიკა არის შენელებული და უკუღმა მიდის. ანუ რამდენი მიწვალი ხო რა გადავთ. და მოკლედ კაი წავიდა აბა. აწეთ ფურცლები მზად რო გექნოს პასუხი. აწე. კი. ავალე. ორივე სწორი აქ ანუ ორივე სწორი გაქვთ. დამოხსდა კი. ორივე სწორი აქვთ. მოკლედ ლიზ და ელენა ისე ვირჩევენ ბუსტერს, მაგრამ ლიზ მე ხა დაუთმოელენს, ამიტომ ელენა ერჩევს პირველი ბუსტ რომელი? ის ვარდისფერი. ესა? კი. ოკეი, ელენეს უნდა ეს ვარდისფერი. ნახეთ აქაც რაღაცა დევს, მაგრამ ჩანს? კი, ჩანს. ოკეი, გაის, მოდით. სუთხართ. არა. Так, აქ გვიდევს რაღაცა ბაბალგამის რაღაცა ტატუ. აი მართლა არ ვიცი რა არის ეს, ოღონდ მართლა. ზის ტატუ, აგე ტატუსთან ერთადო. აჰა, ელენეს გადაეცემა, ელენ დაგი unboxing-ებთან და ლიზის ჩევს ახლა. აი ეს ლურჯი ასამისფერი. არა, ეს? არა, ლურჯი. ой, ეს ეგა ხო. ლურჯიო რა და მე კიდე მწვანეს მოკიდე და მე იასამისფერს. კაი, მოკლედ ლიზ სუდა ეს, აქაც არაფერი არ ჩანს. მაგრამ აქაც რაღაცა დევს. Yes. Okay, guys, ხსნით. Так, да. ოპა. ესე იგი, ესეთი შოკოლადის კამფეტები. ეს გადაიხდა, ну, ლიზი ამას გასინჯავს, რავი, ალბათ, ან არ გასინჯავს, რავი, თუ უყარ და მოკლედ ხო. ახლა გავხსნიდა ამასაც გასინჯებთ. აგი აქ გასახსნილი. ამას ხედავთ. მოყობასეც რაღაც კევი. ეს როი. ეგ არის რაღაც დებილობა. ტატო, მოდით ახლა გავსინჯოთ ეს კევი. ой, ტატო. კიდე ტატო მოყვა, რომელიც გავხედი. თუ არ გავხიარჩი. თუ არ ბრუკები რა, მაგრამ პოზიციას გავსინჯოთ. Like. და კამეტები ახლა ჩემს ყველა საერთოდ, მაგრამ მაინც გემოვნებინებთ. თუნდაც არ უნდა ეს მაინც დაგემოვნებელზე. ეს და ხუთამდე მეც გამოსინჯე. კაი არა. მე არ მყავს ვაფშე ეს კამფეტები რა, ჩვენ აბუტკაში ყიდება არ იმასთან რა ქვია. სკოლასთან და მე არ ვწამდა რომ ციციკოს არ მოეწონა. და არც მე. შენ არ მოგწონს? უფრო კარგი გემხარ. ეს ტატუ დავკარი. ამ მომეწონა და ვჭამ. ინდომშია. მოკლედ მესამე ჩელენჯის პირდაპირ გადავედით, იმიტომ რომ არ მინდა რომ ძალიან გაუწევოთ. თან უკვე ცოტა ბუშტი დარჩა სხვადასხვა ვიდეოს ბოლოს, მაინც გავხეთქავთ ყველა ბუშტს რა, თუმცა არ იქნება გახეთქილი. მოკლედ შემდეგი ჩელენჯი არის ძალიან სასაცილო. ეს ჩელენჯი არის მოფიქრებული ChatGPT-ს მიერ. დიდი მადლობა ChatGPT-ს. და ეხლა იმედი ვყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ შემდეგი ჩელენჯი არის უნდა თქვა შენ ხარ კარტოფილი სხვადასხვა ემოციებით. ანუ უნდა თქვა სევდიანი, გაბრაზებული, მხიარული, კიდე რა იყო? Wait, მეგობრებო, ტელეფონში მიწერია. მოკლედ უნდა თქვა შენ ხარ კარტოფილი, სამ სხვადასხვა ემოციით. ანუ სამი ლიზი უნდა თქვა სხვა, სამი ელენე. ესე იგი, ელენე გვეტყვის სევდიანი, გაბრაზებული, სერიოზული, ლიზი საღადაო, კითხვითი და შეშინებით. ანუ მივხვდით რა, მოკლედ და ეხლა ვცდით, ვინც ანუ მოკლედ ვინც იტყვის უფრო სასაცილოს, თუ მე უფრო გამეცნება, მაშინ ის იგებს და ის ხეთქავს ბუშტს. კაროჩე, წავიდა. შენ ხარ კარტოფილი. შენ ხარ კარტოფილი. შენ ხარ კარტოფილი თქვა ეხა, ვაიმე.
ანუ კაი გამეცინე საბოლოოდ, მაგრამ ან ძალიან არის ყოსასაცილო რა. მაგრამ მე ვფიქრობ ლიზის უფრო სასაცილო იქნება ლენის თქვენ რას თქვით. ანუ კი ხეთქავთ ბუშტს, იმიტომ რომ საბოლოოდ ბოლოში კი რაღაც გამეცინა რა. ой статонерს შეწდოგ მე ტკინა ხელი ტოპი. მე რა არის? მოიცა. შენ ხარ კარტოფილი? ჩემ კლასის მოგონი. დაში შენ. შენ ხარ კარტოფილი? კაი, მოკლედ პირველში კი გამეცინა, მაგრამ არ ვიცი ითვლება ყველა. იცლება. ითვლება ორი. I'm sorry, ითვლება კაი. ორივე ხეთქავს ისევ ამ ჯერზე ბუშტი. ანუ სოჩი გეუბნებით რა ვერ მივხვდნენ გეხვეწები სად არის აი აქ ის რა ქვია პრიზი. აი თქვენ რას ფიქრობთ დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ რომელ ბუშტში დევს თვითონ აი პრიზი იმიტომ რომ ანუ რით ვერ მივხვდნენ ხალხო ანუ აქამდე მე მივხვდებოდი. კაი მოკლედ ლიზი რომელი ეს ლურჯი ვარ ის ფეისბუქის. ჩემს საყვარელი. ეს ხო. ლიზი იღებს უკვე მეორე ლურჯს ავიც ალბათ ერთი ლურჯი დარჩა კიდე და ეს და ალბათ ყველა ლურჯი ხეთქავს დღეს ლიზი. მოგეთხი რაღაც თემს. ესეც არ ყოფილა ცარიელი, ანუ ისე უმართლებთ ამათ, რომ ცარიელს არ იღებენ, არავის არ მოუღია ჯერ ცარიელი. так, მოკლედ. აქ ვიდეოს რაღაცა, აი ესეთი, არ ვიცი ეს რა არის, diamonds კი არა. რაღაც diamond candy, ანუ რაღაცა ესეთი ბეჭედია. ხო, რაღაცა ბეჭედია, ну, მოკლედ ესეთი რაღაცა გადაიცემა ლიზის. ელენი, შენ რომელს ირჩევ? მოდი იყოს აი ეს ლესალის. იოს ომსფერი? ისე აი აქეთ რატო არ ვინ არის რჩევ? აი მოდი იყოს ის ლურჯი. ესა? კიდე ერთი ლურჯი ქონია ხალხო. დაჟაური კიდე. ანუ ბოლო ლურჯი აქაც რაღაც დევს? კი, რაღაცა დევს. ანუ არ ვიცი პროსტა. აქ დევს ხალხო ანტისტრესი. კი არა და ხო ეს პრინციპი ხო პლასტელინია ესა, ესეც აჰა ელენი შენ. მე მგონი ამას დაუნბოქსინგი ვარ უნდა, მაგრამ მე ხო ნახოთ რა აქ ლიზის. აი დიახ, ამბეთქო ციციკოს ძალიან უხარია. ეს ციციკოს. ხები. აი ესე გავიყრა რაღაც ვარდისფერი არის. მე გესაჭიროა საწყენი არის რა საწყენი ნორმალურია. გამომცავაგებოდი თქვენ. ეს ბიჭია სუსკა. ნახე. რაღაც ხილი. რა? გონი ანაცებს. გონი. მე ეს უნდა გამოაძრო. ოპა, ნახეთ. ანაცებს. სინამდვილეში რაღაც საწამლავია და რაღაცას უნდა ლიზის მოწამლა. გავსინჯოთ? არა. კაი გასინჯ. ძალიან დებილობა? კოკაკოლის გიმოგ. მაშინ არ ყოფილა ეგეთი დებილებაც. ბალცოსკა რა. მოკლედ გადავდივართ მეოთხე ჩელენჯზე. ამ კითხავს ესე მალე რატო ხვდები ჩელენჯზე, იმიტომ რომ პროსტა მეზარი ამ ვიდეოს მონტაჟი ხო. ამიტომაც გადავდივართ მეოთხე ჩელენჯზე. ანუ ცოტა ბუშტი დავხვდა სხვათა შორის რამდენი მე ხა თვა მეზარი ვარ თქონდა სულ იყო 20. რამდენი გასკდა არ ვიცი. მოკლედ შემდეგი ჩელენჯი გვაქვს ფაქტორების თამაში. ესე იგი თქვენ უნდა ანუ ლიზი ეუბნება ელენეს ერთ ჭეშმარიტ რაღაცას და ერთ ტყუილს. ელენე უნდა გამოიცნოს რომელი არის ტყუილი და რომელი არის სიმართლე. მე ელენე ეუბნება ერთ ტყუილ რამეს და ერთ სიმართლე რაღაცას და ლიზი უნდა გამოიცნოს რომელია სიმართლე და რომელი იტყვება და იტყვება თუ არა ელენე. ანუ ხო რა ხო მიხვდებით? მე ვეუბნები ლიზის ერთხელ ეზოში გავტეხე თუ არა ჯამი. ესე იდგა ჯამი და გავტეხე. ტყუილია თუ არა? არა. არ არის ტყუილი? არა, კი ტყუილია. კაი. არ არის ტყუილი, გამიტეხია. ანუ წააგო ლიზი. როდის გატეხე ჯამი? იქ შენ და ელენის ამჯექი, აი იქ რო ვჯექით. კაი მოკლედ ხო. ხო რა და მან გავტეხე ესეთი რაღაც ჯამი ყოლა დავარდა. ლიზი შოქშია, ლიზი შოქშია. კაი ახლა ლიზი იძახ. ლიზი არ იყო მაგ. მოვიგოჭერ. მე არ მაქვს არაფერზე ალერგია. ეგ ნამდვილია. ტყუილი არ არის. ეს იმართია. სინამდვილეში არა, ტყუილია. იმიტომ რომ ანუ რაღაცაზე გაქვს შენ ალერგია. მახსოვს რომ რაღაცაზე გაქვს. არა, რაღაცაზე გაქვს. ეგრე არ უალერგოთ, ანუ არ არსებობს ადამიანი. არსებობს და მე არ მაქვს ალერგია, ეგ ტყუილი ელენე მოიგო. ანუ ოკეი. მოკლედ ელენე ხეთქავს ბუშტს.
მოკლედ ელენე ფიქრობს ახლა მე რომელი მინდა ბუშტი აი პანტერას დროდეს ხელი. ეს. სულ აქაც რაღაცა ეს ვაიმე. იმენ ანუ ესე ფუცელი. ჩემი კალამი დაუკარგე გაის. რედი გავხეთ ხოლმე ჩემ ბუშტაბი. სტრეს მეგობრებო ხეთ ხო ბუშტ. კაი ხო არა ხეთ. აი კალამი. აბა. ჩემ კალამს უღალატ ეს სხვა კალამი გვაქვს ახლა. და აკვა ელენე სულ ამოდის საჭმელი. ეგეთი არასდროს არ გამიგია შეხედეთ უბრალოდ. ეს არის სამაჯური. აჰა ელენე. და ელენეს აქვს სამაჯური ხა. ახლა მე დაგი unboxing ასეთ სამაჯურს. ო, მართლა სამაჯური. გავსინჯოთ ლურჯი. აუჩ. რა გემრენია? ლაიქ. მოკლედ, შემდეგი მეხუთე ჩელენჯი თუ არ ვწდები, შემდეგი ჩელენჯი არის ეხლა ყოველმა უნდა დამარწმუნოს თუ რატომ უნდა გახეთქოს მან ბუშტი. ან მაგალითად, ეხლა ლიზი, რატომ უნდა გახეთქო შენ ბუშტი? მე იმიტომ უნდა გავხეთქო ბუშტი რომ ძალიან იშვიათად ვჩნდები შენს ორწამი შენს ვიდეოებში და თან ციციკოსაც ძალიან დავიტყვი ბუშტს გახეთქო. თან ძალიან უნდა მოგება და თან ერთხელ რაღაცა მომაგებინეთ გთხოვთ. აი, ელენე, შენ რატომ უნდა გახეთქო ბუშტი შენ? იმიტომ რომ მე ვარ აზე მაგარი სუპერმენი ვარ, სუპერგმირი ნარცისი. შენ ვიდეოზე რო ხდები მაგ ნახვები ყველას მე უყვარ ვარ კიდე მე ვარ კეთილი ყველას ვუთმობ ყველაფერს მაგიტო ყველას ვუთმობ ყველაფერს ეს მეუბნება ადამიანი რომელსაც დილით ჩხუბობდით ადგილის გამო იმიტომ რომ ჩემ ადგილზე დაჯდა და აღარ დგებოდა არა ავდექი დაკითხე მე ხო 2 საათი ჩხუბის მერე ადგა არა კი არა კი კაი მოკლედ არ ვიცი რა ანუ ორივეს რაღაცა აქვს ამიტომ ორივეს გავახეთქე ბუშტი იმიტომ რომ ძალიან კეთილი და ვარ ხო მოკლედ კაი მოდი რომელს ხეთქო რომელი გინდა რომელი გინდა შენ კაი მოდი ლისგან დავაწყობ მაშინ შენ რომელი გინდა მოკლედ ჯერ ირჩევს ელენე ფეს ელენე არჩე რომელი გინდა იყოს ვარდისფერი ვარდისფერი რომელი ანუ წერტილები აი ისა წერტილები ეს არ მაგის ეგ ეს ოკეი guys ეს არის რა ეს მე მგონი ცარიელი ახეთქე თვარ ხეთქბარს ტანგ მოკლედ აგვაკ რას უნდები ამ მოკლედ რაღაცა ნივთი კი არა და ეს ის არის რა ქვია იმას არ ვიცი რა ქვია აზი არ ვარ ხალხო ანუ ვაფშე მართლა კაროჩე ეს რაღაცა არის ხო რაღაცა ელენე გჩუ აი მოკლედ ხო თან გავი მეჭედი კაი ეხა ირჩევს ლიზი ლის კაი რჩე რომელი გინდა მე ჩემს ძოლის საყვალიფერი ოიტალი ხო ინდერსო უთელი არა აგაც რაღაც ყველის მეგობრებო ოპა ბუთელია და ნუ ჩუპაჩუსი ახალ ჩუქნი მინია ან ნახეთ და შენ მოიგე იეი ხახნა მოიგე ციციკოსაც არის ძალიან უხარია და უბრალოდ ეს რა მინიავს ნორმალური რო გიყიდა არა არ ჩაეტეოდა ბუჩი კაი ძალიან ხარია მაგრამ ეს სათამაშოები რომ მოიგე ერთ რამეს ელენს ვთორად განმეროთმდა და ხო მოდით მოკლედ სამდე გამარჯვებულს გადაეცემა თავისი პრიზები ჩვენ ამ დროს გავხეთქავთ ყველა იმ ბუშს სადაც დარჩა იმიტომ რომ ძალიან ბევრში რაღაცა არის და ეხლა თვითონ ელენ და ლიზი გაინაწილებენ ვის რა უნდა და ხო აი ნახეთ 1000 უკვე რაღაცა არის ჩვენთ გავხსნა ტეკლაში გვაქვს ესეთი ფანტიზის რაღაც ნუ ხო რა ვიცი რა თქვენ გაინაწილეთ მე ანუ აქედან არაფერი არ მიყვარს მე ვიყიდე ფაქტობრივად ისეთი რაღაცები რაც ამიტომ იმიტომ რომ მე ეგეთ რაღაცებს არ წამო ხო так შემდეგ აქაც რაღაცა გვიდევს მეგობრებო ორი წეკილებს ხატავ როგორ გახეთქე ორი გახეთქო მომენტა გახ так მოკლედ აქ გვაქვს სამაჯური ესეთი ესეც ახანთ გაინაწილეთ ვისაც გინდათ так შემდეგი მე მინდა ბლუ აი ეს რაღაცებს მე აი მას უყურებ მთელი იმის დაწყებითაც გვაქვს ოპა так აქ გვაქვს ესეთი ბრელოკი გულის ოპა ანოთებს და
ხო, ახლა ის რავი. მთელი რაც დავუწევთ ანუ ამ ვიდეოს გადაღება. წონა ხო, აი, რაც ამ ვიდეოს გადაღება და უწევთ მაგას უყურებთ. აქაც რაღაცა გვაქვს, კი. აქ რაღაცა გვაქვს. ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ თუ მომიწონა ჩემი იქნება. აქ გვაქვს რეზინები. მოდი ალა სადგან მე პატარა თველი მაგათინდა. ნუ აი ესეთი რაღაცა რეზინები, ნუ ახლა ელენე. ნუ ელენე იკეთებს ეგეთ რაღაცებს ხო? შემდეგი ეს ხამე. არა ეს ცარიელი. აღარ ბახსნა. მოკლედ აღარ გავხეთ კომას და ცარიელი მიზერები შეგადებს რაღაც. აჰა, მოიცა რაღაც დევს. კი. რაღაცა დევს. მონახე. ორ წუთს. მოკლედ არ ჩანს, მოდი გავხეთ. სურპრაიზი იქნება. როტო არ ხდება. უი, ეს ჩაიფუშა. გამიგდა კომ. კი, რაღაცა დევს. ან ნახეთ, აი. ბეჭედი. აა, ორ წუთს ეხლა მიგანახებთ როგორი ბეჭედია ეს. აი, ესეთი პეპელოს ბეჭედი. ვა მემიდა. აიღე. так, შემდეგი უკვე სამი გუშტი დაგვრჩა და მოდით ეს არა ცარიელი. ეს უწენა ცარიელი გული. ხო, ეს ცარიელი არაფერი არ არის. მოდით წითელი. არა, ეს ცარიელია. მოკლედ და ეს აი, აქ რაღაცა დევს, მოდი გავხოთ უდეს. კი. როს გროი. ეს ის იფუშება. რა მაინც ჩაიქშოდი. შეგიძლიათ ეს როდის ვიყიდი კი არ მახსოვს. კაი, შენ და ეს რა არის? ჭუალები. რაღაცა აი ესეთი ასთეტიკური გულების ფორმის. გულია? კი, არა, ვარსკვლავია. და მოკლედ ეხლა გადაეცემა პრიზი გამარჯვებას. მოკლედ ჩვენი პრიზი რომლისთვისაც თამაშობდნენ ლიზი და ელენე, გადაეცემა ლიზის, იმიტომ რომ მან მოიგო და ეხლა ის დაგიანბოქსინგებთ. ხო. მოდი ციციკოს ძალიან უხარია. აი ამას მივცემ ელენეს, რადგან ამას აგროებს კოლექცია აქვს ელენეს ეთაში. მოდი მე ამს გავხსნი და რა ვიცი, ალბათ შენ რაც დასწრენ. თან გოგოსია კაკას. აი ესეთი ჩუპაჩუპსი. აი ესეთი რაღაც სამაჯური ამ. ოპა, ყვარაცხელია. ნახეთ. და ეს იცით რა აი. ეს არის აი. ეგრე. და ბოლოაც რაღაცეთი ეხავათ. რაღაცა თოჯინა, ლოლი. ეხა უშევდა. მოკლედ მე მგონი ბუშტებში უფრო საინტერესო რაღაცები იყო, ვიდრე თვითონ პრიზში გამარჯვება. ეხლა ელენე ამბოქსინგებს თავის სამ მიავაწყდა თოჯინას. მოდით. ახლა მე დაგიამბოქსინგე ასეთ თაფასქვი. მოკლედ არავინ არ დარჩა, ხელცარიელი ან რაღაცა. ორივემ გაიმარჯვეს საბოლოოდ, ორივე ყველა პრიზი. თქვა თაფასქვიში უფრო მაგარი უძრეს გული. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ. ამ სოციალიზმის თუჩკი. ხო, ანუ და ისიც ელენეს ჩუქნის ლიზი, იმიტომ რომ არ შეიძლება. შეხედეთ რა მაგარია. აბა მონახე. ნეტ ამ ტაბასკუშების ერა როდის გადაივლის. და კიდე ამ გელა ბუბურა მოსაწყოში. ლაბორატორია კიდე. ლაბორატორია. გედიცული 50 ლაიკს. მოკლედ, ვისაც მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი ვიდეო, დაგვაფოლოვეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერთ კომენტარში თუ გინდათ კიდე ესეთი ვიდეოს ფორმატი და თუ გინდათ უფრო მეტი ვიდეო ლიზ და ელენესთან და მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს და ახლა გემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ და გინდათ კიდე უფრო მეტი ესეთი ვიდეო. ნახვამდის.